მაუწყებლისა და ნეტგაზეთის თუ სხვადასხვა ონლაინ გამოცემების ფოტოები ვრცელდებოდა დღეს, რაც ალბათ ყველაზე კარგად ასახავს ბავშვების მდგომარეობას. ძიმე სანახავი არის ეს კადრები, რა მდგომარეობაში იყვნენ დღეს ბავშვები, იქ მაცხოვრებლები, რაზეც ახლა ზუსტად პაატა საუბრობდა და ეს კადრები ალბათ ყველაზე კარგად ასახავს მართლაც, როგორი არაემპათიური არის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. სახელმწიფოსგან, როგორ უყურებს საერთოდ ადამიანს სახელმწიფო, ადამიანის როლს და ფუნქციას სახელმწიფო და მათ შორის სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო, რომ პოლიციელები ითვლიან თავებსო წეღან თქვა ერთ-ერთმა ადამიანმა მოქალაქემ, ვინ არის აქტივისტი და ვინ არის მაცხოვრებელი, იმიტომ რომ აი რაღაც სოლიდარობა არის მართლაც უცხო მათთვის და არ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება მაგალითად იქ სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ, მოქალაქეები იყვნენ, აქტივისტები იყვნენ, ვისაც აქვს ემპათია, იმიტომ რომ შეუძლებელია ჯვარი გწერია, რომ არ გქონდეს ემოცია, როდესაც ვუყურებთ ლეიბზე, როგორ წევს ბავშვი სახლიდან გამოგდებული. ნებისმიერ ადამიანს თუ მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს, შესაძლოა ძალიან ბუნებრივად გაუჩნდეს სურვილი, რომ გაჩნდეს ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე. მე რამდენად მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ მე მესმის, რომ რუსთაველის გამზირზე არის ეპიცენტრი მოვლენების და რუსთაველის გამზირი რომ იკეტება. ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს სიმბოლო არის, რომ რაღაცნა აგრძელებს პროტესტი ცხოვრებას და როდის გაძლიერდება, აი ეს მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ აი რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ აი ესეთი წერტილები, სადაც ადამიანებს მართლაც უჭირს და შველა სჭირდებათ, იქ მართლაც ვიყოთ და ვაჩვენოთ სოლიდარობა. გისმენთ ბატონ დავით. ამ კადრების შემხედვარე ბუნებრივია, ასეთ ჩვენი თემა რაზედაც უნდა დაგვეწყო საუბარი პრინციპში კავშირშია ერთმანეთთან, იმიტომ რომ ის მსვლელობაც 27-ში რაც არის დაგეგმილი ხელოვნების კულტურის ხალხისა, სწორედ იმ მიზეზით არის, რომ სახელმწიფოში ესეთი რამე არ ხდებოდეს, ადამიანის უფლება იყოს დაცული, მოქალაქის ღირსება იყოს დაცული და სახელმწიფო ასრულებდეს თავის ფუნქციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ეს გულმოსაკლავია უბრალოდ პოლიციის შემხედვარე აი ესეთი პოლიციისა, რომელსაც ფაქტიურად ატროფირებული აქვს, შეიძლება ითქვას, გრძნობა ადამიანური. აი რაღაც უხეშად გამომდის შეიძლება თქმა, მაგრამ აი იმას რო ხედავ, რომ თვითონ დაკავების მომენტიც რაღაცა აი როგორი ხერხებით ხდება რა სიგარეტ გარჭობილი რაღაც რო უბრახუნებენ და რაღაც აი სრული აი არა სახელმწიფოებრივი შეიძლება ესე ითქვას რა. ხო რა უნდა ვთქვა, ძალიან ძნელია. ეს ფაქტია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხო ჩვენ გვახსოვს შარშანი იყო თუ როდის იყო ასევე სახლის ნგრევა ასევე გამოასახლეს ზამთარში თან. ახლა დღეს უბრალოდ წვიმა არ არის, რამდენიმე დღის წინ იყო ისეთი ქარიშხალი, ქარიშხალის რომც იყოს ესენი მაინც იგივეს იზამდნენ დღეს რა. იმიტომ რომ ესე არის ასე ვთქვათ ნაბრძალი. ასე საჭირო, ასე დაავალეს და აი თქვენი აი აქცია, მე მინდა რომ ასევე კითხოთ ის აქცია და მარში, კულტურის მარში, ალბათ ეს არის სწორი ფორმა, რომელიც დაანონსდა 27-ში. რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფრის გათვალისწინებით აი ამ კონტექსტში? ну კულტურა ძალიან დიდი სიტყვაა, რომელიც არა მხოლოდ ხელოვნებას მოიცავს და არა მხოლოდ ხელოვნების ხალხს. კულტურა საბოლოო ჯამში სახელმწიფოც თავისთავად კულტურის ნაყოფია, ხო, შეიძლება ესე ითქვას და ამ თვალსაზრისით ის პოლიტიკური კულტურაც, ძალოვანების კულტურაც, ეს ყველაფერი გვაქვს ჩვენ ალბათ თავიდან ასაშენებელი, რაღაც დროდ, რაღაც კი არა საიდანაც მოძრაობდა რა, ვინდა რომ ეს ეტაპი დადგეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა რაღაცნაირად პატივისცემა ადამიანებისა ერთმანეთისადმი იქნება ყველა დონეზე, ყველა დონეზე. რა ვიცი, ამ შემთხვევაში წმინდა ესეთი ხელოვნებასთან დაკავშირებით კიდე იმას ვიტყვი, რომ
ეს არის ასე ვთქვათ, ეს ხალხია, ვინც რასაც უყურებ. აი სამწუხაროდ ამ ტოლვილების თუ აი გამოდევნილი ხალხის შეტაკება აი პოლიციასთან ეს შეიძლება ითქვას რომ აი შეაყარეკედეს ცელს ესეთი სურათია, იმიტომ რომ ისინი თვითონ არაფერს არ წყვეტენ კი არა, მათი ქმედება არის ისეთი თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ ბოდის გიხდით მომიწევს რომ გაგაწყვეტინო რა ხდება ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე არის დაპირისპირება, დაიძაბა ვითარება, ვხედავთ დაპირისპირებას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, ეს ვითარება შეიცვალა, მას შემდეგ რაც ნგრევა დაიწყო შენობის. ხედავთ, მაური არის ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე, ნინო ღვედაშვილი ადგილზეა, გვეტყვის უფრო მეც. ხედავთ, გათავისუფლება სცადა და მოქალაქეების ძალის იყო ჭყლება, ახლაც გრძელდება, რადგან ახლაც ხედავთ, როგორი ხდება მოქალაქეების მიღება და გაგანახებთ, რომ აი აქ არის დივანი. სწორედ ამ დივანს აქვს აი რკინის ფეხები და აი აქ იყო ხალხი მოჭყლებული რამდენიმე წუთის წინ. რა მათი მარტო დავეციზებდა. ნახირი არ მომიმართავს. ნახირი რატო გვიწოდა? ნახირი რატო გვიწოდა? არ ვიცი, აი უცებ მოგვაწნენ და ჩვეულებრივი არ ვიცი, ანუ ისეთი უშველი სიტყვები მოგვართავენ თან და ყველაფერი, ანუ არ ვიცი რა დაეცა ერთი გოგონა და კი, ანუ აქ ადამიანების ნივთები დავს, რომელზეც გვაიძულებენ, რომ გადავახტეთ ამ ნივთებს, ანუ არც გზას გვიტოვებენ, რომ გავეცალოთ, ხო შეიძლება აქ გზა დამიტოვა, რომ მეუბნები გაიწია. არა, გვეუბნებიან, რომ ნივთებს გადავახტეთ. აი შიგნით არიან ნიღბიანი ადამიანები, რომელსაც არანაირი ფორმა არ აცვიათ. ერთად ხელში უჭირავთ დუბინკები, ერთ-ერთი ეგვიც. ეს დაინახეთ მოესწრებოდნენ. რო გააკეთეს აი მაშინაც დავინახე და შიგნითაც ხედავდი. ნახირი სიტყვა პირიდან არ უნდა გამო. მართალი გეთანხმები. მე არ გამიგია, მაგრამ არასდროს მე ვერ გავიგე. ჩვენ ვერ გერევით, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ვერ მოგერევით, იმიტომ რომ თქვენ არა ნახე ვერ მოგერევით, მაგრამ ადამიანებს გაბრაზების უფლება დაუტოვეთ, ის გაბრაზება გამოხატონ, რაც გულშია. და თუ ხელებს გვირტყავთ, ზედ ნახირავს თუ გაგვიწოდეთ. იმიტომ რომ მე დღეს სახში რო წავა უნდა ვიდადო იმ ბავშვებზე, რომელსაც ჩემ სახში ვერ დავატევ, მაგრამ ჩემზე დიდი ადგილი გეკდება და არც ერთ ბავშვს არ წაიყვანს სახში. და ჩვენ აქ ნახირები არ ვართ, ბიჭი და გვაქცია ჩვენ აქ ნახირებას. თქვენმა წარმოგადგენლებს განაირად გვაქცევით ახლა რომ ეს არის პატიმრები რა ხდება ახლა მოგვეკეთე. რავი, არაფერი უცბად აგრესიულები ვიღაცამ ქვები ისოლაო და მოვიდნენ და ანუ მეც და სხვასაც ფიზიკურად გაგვისწოდნენ. ანუ ელაპარაკები და ეგრევე ფიზიკურ ძალადობას გადადიან და ზიამაყობელმა განებრულებულზე სილა გააწნა 7 წელს უზიანიმად და აქეთ პოლიციას არაფერს უშავებ და გირტყავს რა ვიცი. რომელ წესებში და კანონებში ისდება. კარები გაიღო თუ არა 4-5 თუ მეტი კაცი იქა დუბინკა ეჭირა ხელში და ყვიროდნენ რაღაც ეს ნორმალურია ეს არის რა სიცავენ მე ვერ ხვდები გადარჩიოთ ფორმა რაღაც არარსებული ნიღბები და ზედები გაცვიათ ფორმა ჩააცვით მაგის ფული მაინც არ გიჭირთ რომ ფორმა ჩაიცვათ ვიცოდეთ ამ ქვეყანაში ვინ არის აი ასეთი სიტუაცია არის პერიოდულად იძაბება სიტუაცია თვალჭრელიძის ქუჩაზე და აქ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ხდება შელაპარაკება პოლიცია ცოტა ხნის წინ კარი გაამაგრა წინ ჩადგნენ და მოქალაქეებს კართან მიახლოებით შესაძლებლობა არ მისცეს პირველ ეტაპზე შეაცილეს სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა შესულიდან სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაახლოებით 10-15 წუთში ტერიტორია
ისტორია ისევ დატოვა, ამის შემდეგ დიდი მანქანა შევიდა და ამ კადრებს უკვე ჩვენი მაყურებელი ხედავდა ეთერში. ამ დროს სადა პოლიციამ იმ მანქანის შესვლის მოტივი და სასწრაფოს დატოვების მიზნით გზის გასუფთავება, თუმცა იყო ინფორმებით, რომ მოქალაქეები ძირს დაცვიდნენ, მათ შორის დაეცნენ იმ ნივთებზე, რომლებიც დატოვებული აქვთ მოქალაქეებს და გამოტანილია მათი ნივთების საცხოვრებელი ფართიდან. როგორც გითხარით, პერიოდულად აქ სიტუაცია იძაბება, ახლა რამდენიმე წამია, რაც შედარებით მშვიდი სიტუაცია. პოლიციის ნაწილი არის ტროტუარის მხარეს, ასევე ჭიშკართან. მოქალაქეები არიან იმ ნივთების მხარეს, რომელიც გამოტანილია საცხოვრებელი ფართებიდან და მოკლედ აი ასეთი სურათი არის ახლა თვალწვრელიძის ქუჩაზე. ჩვენ დავტოვებთ რა თქმა უნდა კადრს პირდაპირ ეთერში და პერმანენტულად, პერიოდულად იძაბება ვითარება პოლიციელებსა და აქტივისტებს და იქ მაცხოვრებლებს შორის და ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი სამართალდამცველი არის ახლა ადგილზე გრევის პროცესის პარალელურად, რაც რა თქმა უნდა ემოციური აღსაქმელი არის, ბუნებრივია იქ მყოფი მოქალაქეები და მაცხოვრებლებისთვის. მე მინდა ამირანს ვკითხო, ჯერეთი მინდა რომ რაღაცნაირად გამოვიყენოთ შესაძლებლობა და შევახსენოთ მაყურებელს, როდის არის მარში, 27-ში არის თუ არ ვცდები, ფილარმონიასთან იღებს სტარტს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ყოველ დღე ვართ უწყვეტ პროტესტში და მაგრამ აი მოთხოვნა ამ მარშის არის ძალიან საინტერესო და ინიციატორების ინიციატივა, რატომ ახლა რა არის თქვენი სათქმელი და რას აპროტესტებთ ამ მარშით, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ვართ მუდმივ პროტესტში. მე თუ არ ვცდები, დათო საერთოდ არ ვიცი, არ მგონია რომ რუსთაველის გარდა არსად არ მინახავს მე ბოლო პერიოდში. რაღაც პერიოდი ვიცი რომ რეკორდიც ჰქონდა დავყარებული. მაგრამ და ასე არის ბევრი ადამიანი. ხო, აი რა არის თქვენი სათქმელი 27-ში? არა, რთულია ამ ფონზე ისაუბრო მომავალზე, როცა ამ წამს ესეთი სიტუაცია ხდება, მაგრამ ნუ ხო, როგორც მანამდე ითქვა, ეს კულტურა არ არის მხოლოდ ერთი ჭრილი, რომ ხელოვნება მაინც და მაინც ან ბევრ რამეზე გადადის და ალბათ ეს ადამიანები, რაც ახლა კადრში უყურებდით და რა სიგარეტ გარჩობილი მართლა რომ ადამიანის მდგომარეობაში არ შედიხარ, არ გესმის სოლიდარულობის ნაწილი არის, კულტურას მოკლებულია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ალბათ რომ მკითხო თითოეულ პოლიციელს, ვინც აქ დგას, საკუთარ საყვარელ ფილმსაც კი ვერ გეტყვის ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ ექნება ბევრი ფილმი ნახი და რაღაც რუსულ ბაივიკს გეტყვის ან რაღაც გავს. ლექსზე და უფრო მაღალ ხელოვნებაზე და კიდე მაღალ ხელოვნებაზე რო კითხო, ხო საერთოდ არაფერი არ ექნება ჩემი აზრით. იმიტომ რომ ადამიანში ალბათ ემპათია მაშინ ჩდება, როცა სხვისი გესმის და უფრო შენი სულიერი მდგომარეობა კიდევ სხვაგან არის და ალბათ ეს მარშიც ამის აფიშირება გამოდის კიდევ ერთხელ, რომ არა მარტო პროტესტია ეს ყველაფერი, არამედ შეხსენება ხალხისთვის, რომ რაღაცებს მაღლა დგას და მხოლოდ ამათი მოშორება არა ჩვენივე, ასე ვთქვათ, და მხოლოდ კულტურა ხაჭაპური და აჭარულის ცეკვა არ არის, კიდევ ბევრ რაღაცზე შეიძლება გადაიყვანო, ასე ვთქვათ და დღევ ამ პროცესებმა, რაც არჩევნების განახლებულ პროტესტს მოყვა, გვაჩვენა კულტურული და არაკულტურული მხარე ჩემი აზრით და ვერ მიითვისებს ასე ჩემი აზრით არალეგიტიმური მთავრობა კულტურის სარჩულს, რომ ისინი კულტურულები არიან და კულტურას პატივსცემენ. გახსენეთ გელათის მაგალითს, ნებისმიერ სხვა მაგალითს, როცა როგორ ექცევიან საქართველოს და ქართულ კულტურას ხედავთ და ჩვენ რაღაც მე ვფიქრობ პირადად ჩემი აზრია რომ ხელოვანები და კულტურის სფერო ვერ შეცვლის ვერაფერს, ჩვენ მაქსიმუმ შევეცადეთ რომ ინსპირაცია მივცეთ ადამიანებს ჩვენივე შემოქმედებით და რეალურ ძალას ხალხი წარმოადგენს ყველა სფეროდან, ასე რომ ვთქვათ და თუ რაიმე ცვლილება გვჭირდება მარშსაც უნდა შემოვერთდეს აბსოლუტურად დიდი მასა და სხვა კიდევ
დაგეგმილ ძალის დემონსტრაციებსაც, იმიტომ რომ აუცილებელია რომ ამ არალეგიტიმურ მთავრობას ყოველდღიურად ვაჩვენოთ, რომ ისინი არ არიან ძალის წარმომადგენლები, ჩვენ ვართ ძალა უბრალოდ. აი ძალიან ბევრჯერ ვარ დაურწმუნდი იმაში, რომ აქეთ ძალიან ბევრი ნათელი ადამიანია, იმიტომ რომ აი ხა უყურებთ ადამიანებს, რომლებიც აქტივისტების ნაწილს შევეხებ, იმიტომ რომ ფიზიკურად გაბრაზდე, როდესაც სახლიდან გაგდებენ, ეს რა თქმა უნდა გარდაუვალია და გაბრაზდები აუცილებლად, მაგრამ ეს ხალხი სოლიდარულია, მისულია იქ და ხვდება რომ მათი პასუხისმგებლობაცაა, რომ ამ ხალხს გვერდში დაუდგეს, ასე რომ ვთქვათ და აი ამ პროტესტში დაურწმუნდი, რომ ეს ხალხი არ არის მხოლოდ ის ხალხი, რომელიც გაბრაზებულია რაღაც კონკრეტულ რაღაცაზე, აქვს უფრო მაღალი კულტურა, ასე რომ ვთქვათ და კიდევ აი ბავშვების თემას მეც მინდა რომ შევეხო, მე პირადად 2008 წლის ომის დროს 9 წლის გახდით და დღემდე ტრავმად მომუყვება ჩემ სკოლასთან ვცხოვრობ ახლოს და სკოლასთან მაცხოვრებელი ბავშვების დანახვა, როცა აგვისტოში 9 წლის ამირანისთვის წარმოუდგენელი იყო, რატომ უნდა ყოფილიყო სკოლაში ბავშვი საერთოდ, იმიტომ რომ არ დადეგებია. და ნუ რა თქმა უნდა, ომის ფონი მესმოდა ვთქვათ, რაც ხდებოდა როგორც ხდებოდა, მაგრამ აი ეს რო კიდევ ერთხელ ხდება ეს ხალხი დევნილი. და ალბათ შეიძლება რამოდენიმე მათგანს შვილიც კი ყავს, რომელიც მაშინ ამ ყველაფერს უყურებდა და დევნილად აქ ჩამოვიდა თბილისში და მათი შვილები არიან ეხა იგივე და თაობა უკვე შეიცვალა, ანუ ასე რომ ვთქვათ და იგივეს უყურებენ და გაცილებით კივნეულია, როდესაც რუსი მოდის და გებზვის და გაგდებს სახლიდან, კიდევ ის არის ეგზისტენციალური მტერია შენი და კი ბატონო, ის ასეთი ძალით გებზვის, მაგრამ როცა შენივე ქვეყნის წარმომადგენელი იგივეს აკეთებს შენ წვე წინააღმდეგ, უარესია რა თქმა უნდა და უფრო გულისატკენია და კიდევ ერთი ამბავი რაც ის არის, მარტო თავრობა არ არის აქ პრობლემატური. დღეს იყო კადრი, როდესაც დენს ჭრიდნენ და იქ ყოფი ადამიანი, რომელიც ტექნიკურად მომუშავე იყო. სახეზეც კი არ ეტყობოდა, ის საქმის გასაკეთებლად იყო მისული და ვერც კი აზრებდა, რომ შეიძლება ამით სხვა ადამიანების დისკომფორტი კი არ, ანუ რაღაც არ ზის არაფერში ეს პოლიცია ხო ცალკე და თან ხო შრეება თავ თქვა ზევიდან რაღაც რომ ბრძანებას იღებს აქ ოქვევით უნდა შესრულდეს და როგორ არც ერთ ამ რგოლს არ უჩნდება ეს წინააღმდეგობის ფორმა უბრალოდ ძალიან საინტერესო, ძალიან მაგარი რამე თქვი სხვათა შორის, აი ეს ტექნიკური სტაფი, მოდი ასე ვიტყვი, რომელიც ვერასოდეს ვერ გძნობს პასუხისგებლობას, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანდრო ჭეჭინაძეს როცა აკავებდნენ და პოლიცია როცა მივიდა, დიდხანს არ გაიყვანეს სახლიდან. ისინი ელოდებოდნენ ვიღაცას, რაღაცას ელოდებოდნენ და საბოლოოდ ჯამში აღმოჩნდა ეს იმედის ოპერატორი, რომელსაც უნდა გადაეღო ანდროს კადრი, როგორ გაყავთ ანდრო ციხეში. მე სულ მახსოვს ეს, როცა ლიკა ყვება, რომ ჩვენ ლიკა არ იყო იმ დროს სახლში და ელოდებოდნენ, ანდროს კიდე უნდოდა რომ მალე წასულიყვნენ, სანამ ლიკა მოვიდოდა და მოვიდა იმედის ოპერატორი, გადაიღეს ანდრო ხელბორკილებით ხელში, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს და დასრულდა ეს დაკავების ოპერაცია და ეხლა დარწმუნებული ვარ იმედის ოპერატორებს არ აქვთ გააზრებული, იმედის იქნება თუ სხვა სამთავრობო არხის ოპერატორებს არ აქვთ გააზრებული, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას ძალიან სუბუქად რო ვთქვათ, დიდ ბოროტებაში და ისინი უბრალოდ მართლაც აი კარგად თქვა ამირანმა, რაღაცა საქმეს აკეთებენ. აი ვიღაც ინკასატორი საქმეს აკეთებს, ვიღაცა დენსჭრის, ვიღაცა კადრს იღებს, რა შუაში ვარ მე, აქვს ეს განცდა და ძალიან არასწორია და ძალიან კარგია სხვათა შორის, რომ ამაზე ბევრი ვისაუბროთ. კი ბატონო, ანა. გას რეჟიმი უბრალოდ რეპლიკად. ხო და მე მინდა რომ რაღაცა გავაგრძელოთ ეს თემა აუცილებლად და ზოგადად აი პატას მინდა ვკითხო, რაღაც ეს გაუკუღმართება ამ ყველაფრის, ჯერ ერთი ძალიან უცნაურია მაინც რომ წინა საარჩევნოდ არჩევნებისთვის ემზადებოდეს უნდა ქართული ოცნება, ვხედავთ ამას გამოსახლების კადრებს, თუმცა აქ ჩანს რომ წეღან თქვა, ანა მაწყვეტილები არიანო და მართლაც ჩანს რომ არანაირი თუ კი 26 ოქტომბრამდე რაღაცა მოჩვენებითად მაინც რაღაცა სიმულირებდნენ, აი ეს ელექტორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად აღარ აინტერესებთ ახლა ვიღაც მაყურებელი, მათთვის ვიღაც მაყურებელი რას იტყვის. ანუ ჩვენ გვყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ
ერთი არის მისთვის დაღუპული ადამიანი, ამას ასმენინებს ჭირის უბოს და აი ამის მერე არაფრის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ მაინც აი რაღაცნაირად აი ყველაფერი გააკეთა ქართულ მოცემას, ბავშვები გამოასახლა, ეს კადრი გვაჩვენა, ხატსურათები დადო, ხო ამ კადრის ბზია ამაღლობელი დაიჭირა სილის გაწნის გამო რაც კი რაზეც თვითონ ამბობს რის გამოც აი ხო ამბობენ რომ ქრისტიანები არიან ეროვნულები თუ რაღაცა არ ვიცი რაები რა არიან ყველაფერი გააკეთა კი ბატონო ყველაფერი გააკეთა არაქრისტიანული აი უსამშობლოებს ეძახიან ყველს და თვითონ დადეს უამრავი მაგალითი იმისა, რომ სამშობლო არაფრად არ აგდებენ სამშობლოს, რანაირად აი რაღაცა მინდა რომ პროპაგანდის მექანიზმებზე გესაუბრო, რანაირად ახერხებს პროპაგანდა მაინც მუშაობას პარალელურად როცა ვხედავთ ამას და ჩამონგრეულ იმას შენობებს, გარეთ გამოყრილ ბავშვებს, მზია ამაღლობას და ასე შემდეგ. ისე რომ მაინც და მაინც არ მჯერა რომ მუშაობს საბოლოო ჯამში და ის რიცხვებია რეალურად ხო ვხედავთ თქვენ გარშემო ხომ ხედავთ თქვენ რეალობას, მეც ხო ხედავ ჩემ გარშემო რამდენს იცნობთ, რომელიც არის გულმხორვალე მხარდამჭერი. ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა მხარს უჭერდეს დღეს აი ამ უბრალოდ წარმოუდგენელ რეჟიმს, ეს შეიძლება ერთი რომ იყოს ფინანსურად დავალებული, ასე ვთქვათ, შეიძლება იღებდეს ხელფასს და ძალიან ბევრი არის ასეთი. და თორსებით თქვენს არხზე გავიდა სიუჟეტი, სადღაც აუზ შაბათის გადაცემაში 150 რაღაცა, 157 თუ რაღაცა დამლაგებელი ყავდა აუს. ანუ ასე ფიქტიურად დასაქმებული ადამიანები მომღერლები უბრალოდ ამ ფიქტიურად დასაქმებულებსაც უნდა ესმოდეთ რომ მათაც მიადგება რეჟიმი. ასეთია რეჟიმის ბუნება, მან არ იცის გამორჩევა, არ იცის რა არის თუნდაც მაგალითად ერთგულება და საკუთარ ერთგულ კადრებსაც შეიძლება მიადგეს და მიადგა უკვე ჩვენ დავინახეთ ეს რომ რამდენიმე ერთგულ კადრს უკვე მიადგა და კი რაღაც ფატალურად დასრულდა, კიდე კარგი რომ არ დასრულდა, ცხადია ჩვენ გვინდა რომ სამართლიანი სასამართლოს ხო და არა ლინჩის წესდა და არა ადამიანების ხოცვას რასაკვირველად ჩვენ ხომ ხოცები არ ვართ. ნამდვილად პარალელურად ხო ის გიხდეთ პროპაგანდას რაც შეეხება ცხადია ახლა 13 თუ რამდენი წელი არის გამუდმებით მიდის პროპაგანდა გამუდმებით მიდის ერთი და იგივე მესიჯები რომელთაც ტვინი ირეცხება და უამრავი ადამიანი რომელთაც შესაძლოა არ მიეცა საშუალება რომ შეესწავლა ტექნოლოგიები რომელთაც განასხვავებდა ვთქვათ სრულ და მართალ ინფორმაციას ძალიან ბევრი ადამიანი ასეთი არის მინახავს მისაუბრია ამ ადამიანებთან და აი ისინი არიან პირველი მსხვერპლები სხვათა შორის ამ ქვეყანაში იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა მოუწევთ როცა ადრე თუ გვიან მიხვდებიან როგორ ამაზრზენ სიცრუეს ემსახურებოდნენ და როგორი ამაზრზენი გაცხადებული ბოროტებისას ჯეროდათ პირდაპირ შეიძლება ითქვას დაახლოებით ისე როგორც მოხდა ვთქვათ ფაშიზმის ასე ვთქვათ სრული ამოშანთვის პერიოდში უამრავი ადამიანი რომელთაც შესაძლოა განათლება არ ჰქონდათ შესაძლოა ჰქონდათ განათლება მაგრამ რაღაცა პროპაგანდა მიმუშავა მათზე მათი ცხოვრება გახდა უაზრო და არაფრის მომცემი იმ ყველაფრის შემდეგ რაც გაიაზრეს რამხელა ბოროტებას ეზიარებოდნენ ისინი და აქაც მოხდება ზუსტად ეგ და მე იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი დააღწევს აი ამ პროპაგანდის ველს და პრაქტიკულად იცხრილებიან ეს ადამიანები პროპაგანდა აი ავტომატივით ცხრილავს ამ ადამიანების ტვინებს და გონებას და ცნობიერებას ამიტომაც ძალიან ხშირად მესმის ხოლმე რატომაც თან პროპაგანდა ანასაც მინდა ვკითხოთ თან პროპაგანდა ახერხებს თუ არა ეს მოდი კითხვა დავტოვებ ამას მაგრამ აი რას აკეთებენ რანაირად შეიძლება რომ წლების განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ რომ ევროინტეგრაცია არის ყველაზე დიდი მიღწევა ვიზა ლიბერალიზაცია ყველაზე დიდი შედეგი და იგივე ადამიანები
იგივე ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ ევროინტეგრაცია არის ერთსქესიანთა დაგვათხოვებენ კაცებს. კაცები დათხოვდებიან, ქალები არ ვიცი რა სიზამენ, ქალების დათხოვებაზე არ აქვთ მაინც დიდი პრობლემა, ეგ კიდე ცალკე ამბავია. მაგას ხო ცალკე ანალიზი ჭირდება, ამით ვერ დავკავდები დღეს. და ხო, და რანაირად შეიძლება შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე ამომრჩევლებს დღეს ერთს ეუბნებოდნენ ხვალ მეორეს და ეს მუშაობს, პატა ამბობს, რომ აღარ მუშაობს. ხო. საერთო გადასახედინად თუ შევხედავთ, პრინციპში სტატისტიკური მონაცემებით საკმაოდ ცოტა ყავთ ამომრჩეველი, თუნდაც გამოკვლევების შედეგად სადღაც 30%-ში ვართ მაქსიმუმ. თუმცა პროპაგანდას აქვს ესეთი, ზოგადად ადამიანები ჩვენ ხო რაღაცნაირი თემური წყობის არსებები ვართ და ყოველთვის გვინდა, რომ არ ვართ ინდივიდები, ბუნებით ვართ რაღაცნაირ სოციუმში ცხოვრების მიჩვეულები. და შესაბამისად ამ სოციუმში ყოველთვის ყავს რაღაცა ერთი მოლაპარაკე პირობითად თავი, რომელიც დიდი ხანია რომ რაღაცა ერთს ამბობს, რომელიც ესეთ განწყობას ქმნის, ან რაღაცა წმენას ქმნის რაღაცის, ის ადამიანი თუ ამბობს, ამას თუ ყვება ერთი, მეორე, მესამე, ანუ იგივე სოციალური რაღაცა კვლევით ექსპერიმენტებში როცა ვატყობთ, რომ ადამიანები ცდილობენ აირჩიონ ის პოზიცია, სადაც არ იქნება გარიყული ამ საერთო სიტუაციიდან, ხო? ამიტომ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად იმდენად პროპაგანდას კი არ ექვემდებარება, უბრალოდ ეშინია წინააღმდეგ წასვლა. იმიტომ რომ ვაი და აღმოჩნდა მარტო ამ წინააღმდეგობაში. ამიტომ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა, როცა ჩვენ ვართ აქ ამდენი ადამიანი, რომელიც ამას რაღაცნაირად აკეთებს, რომელიც აკეთებს და აჩვენებს რაღაც გარკვეულ მაგალითს, სადაც უკვე დანარჩენ შეიძლება არ ეშინონდეს ამ რაღაცა ნაბიჯის გადადგმის და უფრო მეტად გადაწყვიტოს თავის პოზიციონირება. იმიტომ რომ სინამდვილეში ინფორმაცია არის ძალიან ძლიერი რესურსი და ძალიან ძლიერი იარაღი. როცა ადამიანებს დიდი ხანია ამყოფებ ვაკუუმში და ეუბნები, რომ ეს არის რაღაცა გარკვეულ პერიოდში ეს ადამიანი ურჩევნია, რომ დაიჯეროს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ გამოვლი მდგომარეობა აქვს, ვერანაირ სხვა რესურსის წვდომა არა აქვს არაფერზე. ხო, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ვიზა ლიბერალიზაციის მაგალითად პრობლემას და საკითხზე. ის ადამიანები, რომ შევხედოთ ძირითადად ვინც არიან მომხრეები, ხო, იგივე ოცნების, მეტწილად პროცენტულობაში რეგიონების იმას თუ ავიღოთ, ადამიანს საერთოდ არც ქონიათ არანაირი შესაძლებლობა არც ევროპაში გასვლის, არც არანაირი, ვთქვათ, ინფორმაციული ის არ აქვს ველი, რომ შეადარონ რამეს. ამისთვის მუშაობს ეს პროპაგანდა და დანარჩენები, როგორც პაატამაც ახსენებს, ხომ არიან რაღაცნაირად ესეთი მედროვეების ნაწილი, რომელიც ძალიან მარტივად ვხედავდით ამას წინა ხელისუფლების სიტუაციიდან და დღემდე, რომელიც ავტომატურად ერგებიან უცბად სხვა ნარატივს და იმ წამს ერთვებიან იმას, იმიტომ რომ ეს არის კოლექტიური, ვთქვათ, რაღაცნაირი კოლექტიური ერთი, ვთქვათ, ნარატივი, რომელსაც ჩვენ ყველა ვერთვები და მარტივად მაშინ მე უკვე აღარა ვარ ინდივიდი აღარა ვარ გარიყული და აღარა ვარ მარტო. ამიტომ მე არ უყურებ ესე ტრაგიკულად ამ სიტუაციას და მგონი რომ სინამდვილეში ძალიან დიდი ნაწილი არის ადამიანების აქ, ვისაც აქვს გარკვეული ესეთი ძალიან მკაფიო და ნათელი ხედვა თუ რა არის მართალი და რა არის ტყუილი და რა შეიძლება გავაკეთოთ, სად არის ჩვენი მორალური ზღვარი, ხო, როგორ ვაშენებთ ჩვენ ამ სახელმწიფოს და სად გვინდა რომ ვიყოთ. ამას ვეძახით ცივილურ სამყაროში, ვეძახით დემოკრატიულ ფასეულობებს და სამართლიან სახელმწიფოს. ამიტომაც ქვია ამას ტყუილად არ ქვია, რომ კულტურა ქვეყნის თავისუფლებისათვის. იმიტომ არ არსებობს თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი აზრით დაფასებული და შესაბამის თავისუფლება შეიძლება იყოს ინფორმაციაც, თავისუფლება შეიძლება იყოს დემოკრატიაც, თავისუფლება ხელმისაწვდომობაც არის და თანასწორობა კი ბატონო, მრავალფეროვნებაც არის და კულტურა მხოლოდ ამას ემსახურება. მე კომენტარს დავაყოლებ პატას ნათქვამს ფაშისტთან დაკავშირებით რა. გერმანიაში რაც მოხდა, შეიძლება ესე ითქვას, ეროვნული კატარსისი და ფაქტობრივად ამის ილუსტრაცია თავისთავად და ამისგან გათავისუფლება, რომელიც რა პროცესის პრინციპში აი დღევანდელობამდეც კი გრძელდება. გარკვეული თვალსაზრისით რა. ჩვენთან სამწუხაროდ ეს არ არის მომხდარი, ეს კატარსისი და ფაქტიურად ღებულობთ, აი ხა რაღაც პერიოდი ჩვენს ახლო ისტორიაში გადაფასება მოხდა, რა თქმა უნდა, იმ წყობისა რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ გამოვლინება გამოაშკარავება უბრალოდ რა
ვინ რას მოქმედებდა, რეალურად არ მომხდარა. ამის შედეგი არის გარკვეულწილად ესე მარტივად უკან დაბრუნება. უკან გადავარდნა, თანაც რამდენიმე სახელები არ დავარქვით ყველა. საუკუნით უკან შეიძლება. სხვათა შორის თავისუფლების გადააზრება კი არ მომხდარა. არა თუ იმის არ მომხდარა, რაც იყო მანამდე საბჭოთა რეალობის, მაგრამ აი თითქოს მამარდაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოიპოვოს ქვეყანამ თავისუფლება, რომ გავიაზროთ სად ვართ, სად არის ჩვენი ადგილი, ეს მოხდა კი ამის რამდენი წელია ვართ დამოუკიდებლები, მაგრამ თითქოს ამის გადააზრებაც არ მომხდარა, თითქოს რომ თავისუფლება არა მხოლოდ მოსაპოვებელია, არამედ შესანარჩუნებელია, მოსაფრთხილებელია და ძალიან მყიფეა აღმოჩნდა. აი 2025 წელს მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი, არ მიყვარს ხოლმე რაღაც თქმა, როგორც რაღაც უპირატესობა, რომ მე რაღაცა არასდროს არ ვიყავი განწყობილი დადებითად ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ, არასდროს, მაგრამ მე ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ახლა მთლად ასე 2025 წელს ასეთი რეალობის წინაშე, ასეთ ფორსირებულად მოხდებოდა ყველაფერი, 8 პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი გვიყურებს ახლა ალბათ ჩვენ არ ვიცი ციხის საკნიდან და მათ შორის ისეთი ადამიანები, ვინც საერთოდ პროტესტთანაც ვერ ვაკავშირებდი, გულისხმობ ისეთი ხელოვანები არიან დაკავებულები, მუსიკოსები არიან, ჟურნალისტები არიან, არ ვიცი ეს რაც ასე ამას მართლაც ვერ ვიფიქრებდი. მაგრამ ხო მყიფე ყოფილა თურმე ძალიან ეს ყველაფერი და მართლა მარტივად დასაკარგი. რამდენად თქვენ რა როლი გაქვთ კულტურის საყვედური, რომ ეს არის ცოტა დაგვიანებული, მუდმივად სამწუხაროდ მესმის. მაგრამ აქვე ისეთ ადამიანებს ხედავ პროტესტის ავანგარდში, მაგალითად თუნდაც ჩემს მეგობრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან. ახლოსაც ვერ მივალ მათთან პროტესტის თვალსაზრისით. თქვენი როლი, კულტურის როლი მაინტერესებს მაშინ, როდესაც დიდად რაღაცა ეს მკაფიო ლიდერი, იმიტომ რომ კულტურასაც ჭირდება ალბათ ხო თავის არ ვიცი, მე ასე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ავანგარდში იყოს, არ ვიცი, რაღაცა ჯგუფი, რომელიც ანუ რაღაცა ესე მკაფიო ვერავის ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ აი ვხედავ თეატრის, კინოს, მუსიკის ხალხს და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს. მით უმეტეს შეიძლება თვითრეფლექსია გქონდეთ, რადგან დაგვიანებული არის. უფრო მეტი მონდომება იყოს ამ ყველაფერში. გისმენთ? დიახ. მაშინ ეხლა ის ცნობილი ფრაზა, რომ თავისუფლებას ხელოვნება სჭირდება, თავისუფლება ისევე როგორც თავისუფლება სჭირდება ხელოვნება. ეს ხელოვნების ამ შემთხვევაში კულტურა დიდი გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანის კაცობრიობის განვითარების მაჩვენებელია, ხო? და აი ახსენდება ეს სიტყვა, რომ ხელოვნება ეს სარკე კი არ არის, რომელიც უბრალოდ ასახავს რეალობას, არამედ ეს ჩაქუჩია, რომელიც თლის ახალ რეალობას. აი მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენს გარშემო დასანახი ყავს ხალხი. დასანახი ყავს ხალხი, რომელსაც პრინციპში უნარი აქვს, აი ახლის გამოთლისა. შეიძლება ისე თქვა, ახალი მომავლის გამოთლისა. ხო და ეს ამ პროტესტი გამოთვლის ამ ადამიანებს. აი ხა მაგალითად მზია ამაღლობელი, არ ვიცი, 2 წლის წინ, ანუ ჯერთით რა და 1 წლის წინ, წელიწად ნახევრის წინ არ აქვს ამას ხა არსებითი მნიშვნელობა, ანუ მის დაკავებამდე ნამდვილად არავინ იცოდა ეს გვარსახელი. იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ მისი ცხოვრება, მისი არჩევანი იყო, ხო, მისი
არჩევანი იყო ასეთი, მზია არ ცხოვრობდა საჯარო ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში და ეს არის პროფესიონალი პირველ რიგში თავისი საქმის, ძალიან პრინციპული ადამიანი და აი იმ ყველაფრის ფონზე თან ამ ყველაფერს ჩუმად რო აკეთებდა, ეს კიდევ უფრო დასაფასებელია და აი ახლა ერთი მშვენიერ დღეს დაიბადა მზია ამაღლობელი იმ თავისი პრინციპებით, იმ თავისი ბრძოლით, თავისუფლებით და ახლა უკვე ჩემმა 5 წლის შვილმა იცის ვინ არის მზია ამაღლობელი და თამაშობენ მზია ამაღლობელს ბავშვები შევამჩნია, როდესაც რჩებიან ოთახში. ხო, ანუ ასე რომ ადამიანები იბადებიან, რაღაც მომენტი ბადებს ადამიანს და სულ რო ამბობენ, ამირან შენც მინდა კითხო, სულ რო ამბობენ რომ აი რა იქნება პროტესტის გაგრძელება. ჩვენ ხო არ ვიცით, ანუ წინასწარ ამის გათვლა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით რა იქნება, ვინ როდის გაბრაზდება, ესენი კიდე რა სიზამენ, რა როდის ადუხდება, იმიტომ რომ ემოცია თავისთავად არის ისეთი რამე, რომ უცებ იბადება, ხო და რაღაცად გარდაისახება. ფიქრობ, რომ ამ პროცესს და პროტესტს მე პირადად არ უყურებ როგორც რაღაცა კონკრეტულ X რიცხვამდე თარიღამდე რომ უნდა მივიდეს. ჩვენ რომ ამ მთავრობას შევცვლით, ეს საზოგადოება იქნება გარანტორი იმისა, რომ შემდეგი მთავრობა აღარ დაუშვებს წინამორბედების შეცდომებს და უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერ რა ქვია შეცდომაზე და გადახოვაზე ეს იმიტომ რომ შემიძლია მე პირადად დავარქვა ამ მოძრაობას და პროტესტ ჩართულ ხალხს საზოგადოება. იმიტომ რომ რაღაც საერთო პრინციპებით არიან, საერთო უსამართლობის შეგრძნება აქვთ და შემდგომშიც უკვე ეს ხალხი იქნებიან, ვინც ასე ვთქვათ, თუ პოლიტიკურ დღის წესრიგს და პოლიტიკური დღის წესრიგის არბიტრაჟს შექმნის, ასე რომ ვთქვათ, მაკონტროლებელი რგოლი გაიზრდება, ასე ვთქვათ. ყოველთვის ეგ განცდა მქონდა, რომ თვითონაც კი არიციან ეს ცოტა რომ შევაბრუნოთ და სხვანაირად შევხედოთ, ვერ ხვდება თვითონ ქართული ოცნება რამხელა ბომბს თესავს ჩვენში, იმიტომ რომ ამ წინააღმდეგობით და ასე ვთქვათ, ზეწოლით რაღაც F-F-ს რო ვთქვათ რა, უფრო გზდიან როგორც ანუ პიროვნებებად, რომლებმაც რაღაც მეტი წინააღმდეგობა გაუწიოთ. აი მაგალითად ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ამბობს, ვერ ხვდებიან რომ დაგვთესეს და ჩვენ დიდი ხე გავიზდებით აქედან, ასე რომ ვთქვათ და ესაა ზუსტად რომ თუნდაც მზიას ამბავით, იქ მზია უფრო ძლიერი გახდება. ანუ შეუძლებელია თავისუფლების მოყვარული ადამიანს რაღაც გამოკეტო კედლებში და მისგან არ შეიცვალოს. იქნება ჯერა მაგ ამბის რომ რაღაც ერთიანი გაბრაზების კიდევ ახალი ტალღა იქნება და ალბათ აი მინდა რომ მაყურებელსაც და ვინც ასე ვთქვათ ჩვენ მხარეს არის და პროტესტში ჩართულია, ესეც უთხრა რომ ამ ყველაფერს მზად შეხვდეს, იმიტომ რომ ბევრჯერ მოხდა ისე რომ ხელიდან გაუშვით ეს შესაძლებლობა, როდესაც მასობრივად ბევრნი ვიყავით და შეგვიძლია ჩვენი იდეები უფრო გარდაგვესახვა საქმეში და ამას მზად შეხვდა. აი ზუსტად ამას ემსახურება 27-ის ამბავიც, რომ კიდევ ერთხელ შემზადებულები ვიყოთ, კიდევ ერთხელ ნახოთ ვინ ვართ, კიდევ ერთხელ შევძლოთ ორგანიზება, კიდევ ერთხელ შევძლოთ დანახება ხალხისა, რომ ხალხისთვის რომ ძალა ჩვენში არის. და რაც შეეხება თქვენს აი ეს მუდმივ კითხვას, რაც თლიანად შეგვეკითხეთ, მგონია ეგეთი რაღაც, რომ ქართული ოცნების ამორჩეული არის ერთნაირი. ანუ აბსოლუტურად ერთნაირია. ერთნაირი რაღაცები მოწონთ აბსოლუტურად და მაგიტო წააგებენ საბოლოოდ, რომ აქეთ მათ საპირწონეთ ვართ მრავალფეროვანი ხალხი. ანუ ჩვენ აი ჩვენ 4-ეული, 5-ეული რომ დავსვეთ და ეხა საერთო რაღაცაზე ვსაუბრობთ, ცალკე რომ გაგვიყვანოთ, ძალიან ბევრ სადავო თემას აღმოვაჩენთ, რომელზეც გავშლით ამ თემას და ვიდავთ და ეგაა საქართველოს პლუსიც, რომ რეგიონ და რეგიონში რომ გადადიხარ, ყველაფერი სხვადასხვანაირია. თუ აქცენტისა, თუ დიალექტი დაწყებული, თუ საჭმით, თუ ცეკვით, ნებისმიერ რაღაც და ეროვნულობას და განცდას და სიდიადეს ქართულ კულტურას ეგზნეს, რომ მრავალფეროვანია და ქართული ოცნების ამორჩეველი არანაირად არ არის მრავალფეროვანი. და კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა რა მგონია, იცი? უტოპია აქვს რაღაცნაირი რა, რომ არიან რასისტები და რა ქვია, ჩვენ სამეგობრო წრეს, რომელიც ჩინეთისა და რა ქვია, ირანის ხარეს, მე არ მაქვს არანაირი წინააღმდეგობა, ორივეს უდიდეს კულტურულ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ერთის კულტურაც ძალიან მიყვარს და მეორე კულტურას და ხალხიც ასე რომ ვთქვათ. მაგრამ არა პოლიტიკა. ანუ პოლიტიკაც ასე ვთქვათ და თვითონაც არ არიან ქართული ოცნების ამორჩეველი განწყობილი რაღაც ამ ხალხის მიმღებლობისთვის და ძირითადად არიან თეთრი რასის მოყვარული ხალხი და ისიც მარტო ჩრდილოეთ. ხო, ისიც ჩრდილოეთში. ყველაზე კარგად ასახავს ეს სიტყვა ზოგადად
ქართული ოცნების პოლიტიკას, აი ფარისევლობა, როცა დაგჭირდება იქნები ჰომოფობი, როცა დაგჭირდება არ იქნები იმ მომენტში, როცა დაგჭირდება შეიძლება არ ვიცი კარი გაუღო ირანს, როცა დაგჭირდება ეს რაღაცა პლანტაციასაც გააშენებს. კი, მარიხუანასთან დაკავშირება ხან პლანტაციებს აშენებდნენ მართლა და ხან ადამიანებს იჭერებდნენ. ევროპის მტრის ხატი შექმნა და შენი შვილები ყავდეს ევროპის მოქალაქეები და იქ ცხოვრობდნენ. აი ყველაფერში ეს აი ფარისევნებისას იქ იტყავს დასავლეთში, რომელიც ტრადდა გამრყნელად არის გამოგაბა. მაგრამ აუ ამირანს მინდა ვკითხო ერთი რამე. კი. აი ამას ვიტყვი და მე მკითხეთ, რომ აი ეხლა როდესაც უყურებთ აქტივისტები, ვინც იყვნენ იქ მისულები, ნაწილი არის სტუდენტები იქ, ვინც არის მისულები, პირადი კონტაქტი მაქვს და მათთან ერთად და აი იმ კითხვასაც დავუბრუნდეთ, რომ აი ლიდერი სად არის, ასე თქვა და ეს და ანუ აი ბავშვები, მე ხა 26 წლის ვარ და ყოველთვის თავში ის ქონდა, რომ რაღაც გავრილოვის ღამიდან მოყოლებული დგავარ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე და ასე შემდეგ, რომ აი რაშიც ხედავ ჩემს საქმეს, თქვა, ანუ დარბეობის დროს მედიკი ვარ, ასე თქვა და პირველ დახმარებას უწევ, თქვა, ადამიანებს და ჩემს საქმეს პოულობ, მაგრამ თითოეულმა ადამიანმა მინდა გაიაზროთ ეს ჩემი ცხოვრებისეული მაგალითი, რომ მაშინ დაიწყება ცვლილებები, როცა არ დაველოდებით სხვებს და გავიაზრებთ ჩვენს პასუხისგებლობას, რომ ჩვენი შესაძლებელია ეს ყველაფერი და უბრალოდ ვიქნებით ადამიანებად თუ ამ მოცემულობაში დავრჩებით, რომლებიც ტელევიზორს მივაჩერდებით, გამოვალთ ერთი კვირით მხოლოდ და ისევ იგივე დაგვიტრიალდება. სოლიდარობა იმ ხალხს, რომელიც ახლა ამ წამს საპატიმროში არიან და სინდისის პატიმრები არიან ასევე დღეს ვინც დაიჭრეს ამ ადგილისო პირველ ნაწილში, იმიტომ რომ რეალურ საქმეს და რეალურ წნეხს და რეალურ დატვირთვას ეს ხალხი იღებს, რომელიც ფიზიკურად ეწინააღმდეგება და არ ზოგავს თავის თავს და შეიძლება არც იყოს ერთი შეხედვით სწორი თქვა და შეიძლება სხვა რაღაცეებში პროგრამოდეთ საინფორმაციო ომში შევიდეთ და პროპაგანდა ვაწარმოებთ და ასე თქვა უკანა ნაწილში ვიყოთ, მაგრამ ამ ხალხის თავდადება არის აუცილებლად დასაფასებელი, იმიტომ რომ არიან პირველ ხაზელები, ასე რომ ვთქვათ. ნამდვილად და საერთოდ თან რა ხალხი ზუია დრატიანი, გიორგი ახობაძე და ნებისმიერ რო ჩამოთვალოთ ნიკუშ არა ერთ საკანში არიან ვიხსენებდი ვინ არიან ერთ საკანში არიან რეზო კიკნაძე თავისი სიტყვით, ზუია ცეცხლაძე თავისი წერილებით და ამას წინაც სხვათა შორის არ მახსოვს ერთ-ერთი სტუმარი ამბობდა რომ როგორები არიანო ეს ჩვენი პატიმრები ან მათი მშობლები ნანი წულაიასთან მქონდა ამას წინათ ინტერვიუ წარმოუდგენელი ადამიანი და მე მივხვდიო რომ ჯერ ისეთ ადგილას არიან დაკავებულები რომ იქ ყველა ისეთი უნდა ყოფილიყო ანუ ვერ იქნებოდა ვერავინ ცუდი და თან აი სულ ვფიქრობ როგორი ლამაზები არიანო და ნუ გმირობა არის სილამაზეო სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ რაღაცა ამ ბოლო დროს ვერ ვიხსენებ ვინ მითხრა ეს რომელიღაც ჩემმა რესპონდენტმა გადაიქცევა ციხის რეფორმასაც მოახდენენ თუ ამდენ კარგად დაიჭერა ერთი პატარა კითხვა მაგ ამირანთან მოკლედ მინდა მიპასუხო ტრავმულ მეხსიერებებს სულ ხაი ფარისევლობაზე როდესაც საუბრობდით და აი ქართული ოცნება რომელსაც პორტირებული ყავს მურუსიძე და რა ვიცი ვინ არ ყავს მუდმივად საუბრობს ხო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაღაცა დანაშაულებს და ახალგაზრდა აი ამირანისგან მაინტერესებს რომელიც რამდენი წლის იყავი 12 წლის ვიყავი როცა 13 წლის რო იყო ადამიანი 2012 წელს ის როგორ აღიქვამს ამას? კაი კითხვა, იმიტომ რომ ამას წინათ აი Facebook-ი მქონდა ახალი გაკეთებული 11-ში ან 12-ში გავაკეთე და მემორიმა მომიგდო წინა ოქტომბერს ასე რომ ვთქვათ რა, აი არჩევნები რომ მოსულიყო და ანუ 12 წლის თუ 13 წლისას გადაზიარებული მაქვს პოსტი რატომ იქნება ივანიშვილის თავრობა ცუდი. ანუ აი მე მახსოვს პირადად რომ რა ქვია ყველას ჩემ დიდებს რა ვისაც უყურებდი რატომ მოწონდათ და რატო ფიქრობდნენ რომ დიდარი ადამიანი უფრო გასანდერად არ მოვიდა და მართლა ვერ ხდებოდი რა ანუ იმიტომ რომ 12-13 წლის უკვე ხო მაგრამ იმათს რას ანუ აი მესმოდა ის რომ ტრავმული ის მე მესმოდა ის რომ რა ქვია კი ანუ ჩემი ოჯახის წევრიც იყო ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის დროს დაჭერილი ასე ვთქვათ მით უფრო მაინტერესებს მესმის რომ აუცილებლად ემსახურებოდა უნდა გადამდგარიყო ცვლილება უნდა მომხდარიყო და ისტორიულ ასე ვთქვათ
დავუყურებთ ჭრილში, რომ შევხედოთ ამ ყველაფერს შოუდანაც შევხედოთ, სწორი მომენტი. მაგრამ დღევანდელ დღეს როგორ აღიქვამ დღეს? დღევანდელი განმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სწორი იყო ცვლილება, მაგრამ აი წინაზე რაც წინაზე რაც ვსაუბრობთ, გახსოვთ, რომ ამ საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს შემდეგი მთავრობა და მიყოს მაკონტროლებელი რგოლი. აი წინა თაობას ეგ შეეშალა ჩემი აზრით, რომ მაკონტროლებელ რგოლად არ დარჩა. იმიტომ რომ ერთი წლის თავზე ზუსტად საყდრისი ააფეთქა. კი ბატონო. საყდრისი ააფეთქა და რეაქცია არ ქონდა, ასე ვთქვათ. ნუ ყოველ შიშეზარს არ გცემს ეს რიტორიკა, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ მაინტერესებს, ხო, ძალიან ინტერესოა ახალგაზრდები. იმიტომ რომ ანუ აი ეს რაღაცა კოლექტიური ნაციზმი. ხო, ეს სპეციალურად გაღვივება ადამიანებისთვის. მე ჩემი პირადი აზრით გონია, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს აცოცხლებენ უბრალოდ და როდესაც აი ესეთი მარკეტინგული ის არსებობს რა, რომ რაღაც არ მინდა დავასახელო კომპანიამ, რა ავიღოთ, რომ ერთ-ერთი კვებითი ობიექტი, მეორე კვებითი ობიექტის გვერდით აშენებს მას რა ქვია, თავის დაწესებულებას, რათა როდესაც ჩაიული ირგვლივ მოგინდეს ან ერთში შეხვალ, ან მეორეში. აი ესეთი რაღაცა ერთმანეთს აცოცხლებენ. ბატონო და თქვენ გინდოდათ ხო რაღაც რეპლიკა? არა, კომენტარს ეხლა აღარ მახსოვს რა უნდა მეთქვა. ვაი, რა სამწუხარო. ჩემი ბრალია და რეკლამის მერე დავბრუნდათ უნდა და მე იცი აი თუ არის შესაძლებელი რომ კლიპი გავუშვათ, პროდიუსერს მინდა ვთხოვო და შემდეგ უკვე რეკლამაზე გავიდეთ. მე მინდა რომ ნახოთ კლიპი, რომელიც ეძღვნება აი ამ თქვენს ღონისძიებას 27-ში ვნახოთ და შემდეგ უკვე უნდა გავიდეთ რეკლამაზე. წავიდეთ შვილებო, საქართველო უნდა გიჩვენოთ. დღეს უკიდურესი დღეა საქართველოს ისტორიაში და მე ყოველთვის მემახსოვრება. ვინ ვარ ჩვენ? ჩვენ 26 მაისის და 9 აპრილის საქართველოს ხალხი. და როცა კვლავ დადგება ახალი მონსტრების შექმნის დრო, როდესაც ისევ მოგშიდება 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა მოიპოვა. ჩემი სიტყვა კათოლიკოს პატრიარქ კირიონ მეორის ციტატით მინდა დავიწყო. მადლობა ღმერთს, 100 წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალი. მოკლედ აი ასეთი ღონისძიება მარში გველის წინ და მადლობა მინდა გითხრა თქვენ ბატონო დათო თქვენ ხوار გაგახსენდათ რისი თქმა გინდოდათ რომ საუბრობდით სინდისის პატიმრებზე მათ მშობლებზე და იმ მომენტზე რომ ფაქტურად ყველანი აღმოჩნდნენ პატიმრებიან მშობლებიანად ისეთი მტკიცენი და ისეთი აი სწორი ხედვის ადამიანები, რომ ამდენი ხანია ფაქტურად არც ერთ მათგანში რაღაც ეჭვიც, რაღაც დათმობის, კომპრომისის ნატამალიც არ აჩანს. ამას მე გამარჯვებათ. ნამდვილად. გამარჯვებათ, მათ გამარჯვებათ პირველ რიგში და ყველა ჩვენთაგან. ჩემი მეგობრები გახდნენ უკვე პატიმრის მშობლები, მათთან ლამის თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდება, რომ ასეთი ადამიანები გავიცანი მათი სახით. მადლობა თქვენ, რომ აქ იყავით 27-ში, აუცილებლად დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი შეიკრიბება თქვენ მარშზე.